სახელითა მამისათა დაძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი წყალობა შენი უფალო თანამავალ მეყავმე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა ეს სიტყვები უნდა თქვას ყოველმა ადამიანმა მით უმეტეს ყოველმა ქართველმა ყოველმა მკვიდრმა საქართველოისმა მე არ ვიცი რით იმსახურებს საქართველო და ჩვენ რით ვიმსახურებთ ამდენ წყალობას აი დღეს კიდევ ერთი უდიდესი წყალობა მოგვივლინა ჩვენ უფალმა დღეს ხელდასხმულია ახალი ეპისკოპოსი დოსითეოზი ბელგიისა და ჰოლანდიისა მე სულ მაფიქრებდა ის თუ რა ეშველებოდა ჩვენ ქართველ ხალხს რომელიც მიდიოდა უცხოეთში და იქ ათეული წლების მანძილზე რჩებოდა და უფალმა გამოძებნა გამოგვინახა საშუალება და სამღვდელოება წავიდა უცხოეთში ღვთის მადლით და ეხლა ეპისკოპოსები გაჩნდა ახალი ეპარქიები ქართველი ხალხის ქართველი ხალხის დასამკვიდრებლად კი არა დასაბრუნებლად ეს ხალხი ქართველი ხალხი უნდა დაუბრუნდეს თავის მიწა წყალს იმიტომ რომ ქართველი ადამიანი უცხოეთში ვერ ხარობს ქართველი ხალხი ხარობს თავის მიწაზე თავის ფესვებთან ახლოს უნდა იყოს თავის მამა პაპასთან მამა პაპის ძვლებთან და დღეს გარდა ყოველივე ამ სიხარულისა არის დღესასწაული ყოველთა წმინდათა რომელნიც ჩვენთან ერთად ახავლენდნენ ლოცვას საქართველოსთვის და მეუფისთვის მეუფე დოსითეოსისთვის გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს გილოცავთ როცა ჩვენ ვამბობთ გილოცავთ ეს იმას ნიშნავს რომ ვლოცავთ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ლოცვები და მადლობა და დიდება შევსწიროთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის თქვენო ყოვლად უსამხდელო ესობა ღმერთი იყოს თქვენი მფარველი ღმერთმა მოგცეთ დიდი მადლი და წყალობა და ეს მადლი უნდა გაამრავლოთ თქვენს ეპარქიაში და საქართველოში ახლა კი მიიღეთ კვერთხი და დალოცეთ ქართველი ხალხი რომელიც აღავლენდა ლოცვას თქვენთვის